მოგესალმება ჩაბათის მეპაყე. დღეს მინდა განვიხილო თუ როგორ ვამზადებ მცენარეებს, რომლებიც ყინვას ვერ უძლებს ზამთრისთვის. ყოველ შემთხვევაში ყინვის რაღაც ტემპერატურას, ეს იქნება ოლეანდრი, ამ შემთხვევაში შემდეგ იქნება კარალიოკი და ლეღვი. თქვა მე ვარ მე7B მე8A ზონაში, ანუ მცენარეები, რომელსაც ფუთავ არის ტიპიური მერვე ზონის მცენარეები, -12 გრადუსზე ქვევით უკვე ვეღარ ძლებენ. როგორც ხედავთ, ვქნი კარკას და ზემოდან ვაფარებ ორ სამშენებლო ტომარას და ეს შაშა მქონდა ერთი მხოლოდ დაფარებული, ფესვთა სისტემა გადარჩა, თუმცა გაზაფხულზე რომ გავხსენი და გახსოვთ სერიოზული ყინვები წამოვიდა, მერე ზედა ნაწილი მომიყინა და შემდეგ ძირიდან ამოიყარა. თქვენ ახლა ხედავთ, რომ მე გამზადებული მაქვს მეორე მცენარისთვის, რომელიც ჯერ არ არის შეფუთული კარკასი, ამ ორ ტომარას ჩამოვაცვამ და შემდეგ შევტენი გამხმარი ოლეანდრის ყვავილებს. ესენი გამომშრალია, არ დატენიანდება, თვითონ ტომარაც ატარებს წყალს, შესაბამისად, ვთქვათ, ტენი არ მოაკლდებათ მცენარებს, თუმცა პერიოდულად ამას უნდა შემოწმება. მე ჯერ აქ არ ცხოვრობ, ჯერ კიდე მშენებლობა რემონტში ვარ, ამიტომ პერიოდულად აწყობის შემთხვევაში თუ დაწყება უნდა ამოვიდე გავანიაო, ან ნაკლებად, ამას ნაკლებად ჭირდება ესი გადაყოლა, მაგრამ სასურველია, რომ თქვათ ყოველ ამოსვლაზე ეს მე გავანიაო მზეზე და დადებით ტემპერატურაზე. ეს არის ჩემი გამოცდილება, თუმცა დიდი ოლეანდრი, საკმაოდ დიდი 3-4 წლის ოლეანდრი 2 მეტრიანი მე შარშან მომიყინა, იმიტომ რომ მეგონა რომ ფესვთა სისტემა ძლიერი ქონდა და გაუძლებდა და არ შევფუთებ. ეს ერთი შეფუთვის მეთოდი. ახლა მეორე შეფუთვის მეთოდს, როცა მცენარე არის დაბალი. ეს არის ლეღვი, რომელიც ვთქვათ, რომელიც ფესვთა სისტემას ჩემთან ინარჩუნებს, მაგრამ ზემოთა ნაწილი ეყინებ შაშან წინ მოეყინა და შაშან ცოტა ზედა ნაწილი შევინახე, აი მეთოდით, რომელსაც ახლა მოგიყვებით. მაშას ამას დავაფარებ ხილის პლასტმასის კოლოფს, შემდეგ აუცილებლად შევფუთავ წყალგამტარი რამე თბილი ქსოვილით, ზემოდან დავადებ ქვებს, ან რამე მძიმეს, რომ ქარმა ეს არ გადააგდოს. იგივე პროცედურას გავუკეთებ კარალიოკს, ხურმასაც, იმიტომ რომ ანალოგიურად ესეც აღმოჩნდა, რომ არის მერვე ზონის მცენარეები, თუმცა მინდა გითხრათ, მე მაქვს აგრეთვე მერვე ზონის თქვია, ფეიხოა. და ის ფანტასტიკურად უძლებს ზამთარს, ყვავილობასაც ახერხებს გაზაფხულზე, ჯერ პატარებია მეორე წელი პირველი ზამთარი ქონდა და 1-2 ყვავილი გაიკეთა და ნაყოფი ჯერ ვერ გამოისხა იმ ყვავილზე, გვიან ყვავილობს საკმაოდ ლამაზი ყვავილები. აი, ეს არის ჩემი შეფუთვის მეთოდები. გაჩვენებთ როგორ ფუთავ, ეს როგორ ჭები მაქვს და ამასაც რა თქმა უნდა შევფუთავ, რომ არ გაიყინოს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს რა ჭებიც მაქვს, ეს ჭები მაქვს, ვთქვათ, სახლის გარშემო და მიწაზეც, ამჯერად დაგემშვიდობებით, იმედია ვიდეო შემეცნებითი იყო, თუ რამეს არასწორად ვაკეთებ, ან თქვენ სხვა გამოცდილება გაქვთ, ძალიან გთხოვთ გამიზიაროთ, აგრეთვე გაიზიარეთ ვიდეო მოიწონეთ და გახდით ჩემი გამომწერი. მომავალ შეხვედრამდე.